მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანერჩევები. ელისო ხარჩილავა შემოგვერთა საინტერესო სტუმართან ერთად საინტერესო თემით ზაფხულის ბაღი და ზოგადად როგორ მოვუაროთ ზაფხულის ბაღს. ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ლანდშაფტის დიზაინერი მებაღე თამუნა ორჩალიევა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და რაც შეეხება ზოგადად ზაფხულის ბაღს, რა თქმა უნდა, აქტუალური თემა, თან იქიდან გამომდინარე ზაფხულია და ძალიან ბევრი კითხვა ისმის ხოლმე ძირითადად. მე მგონი გვეკითხებიან იმას, უბრალოდ თქვენ გეკითხებიან, თუ შესაძლებელია თუ არა ზაფხულში ბაღის გაშენება. მოდით იქნება დავიწყოთ. არა მარტო ამაზე ზოგადად, ანუ რა რეკომენდაციები იქნება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გისმენთ. კი ბატონო, და ეს მითები დავამსხვრიოთ ზუსტად რომ აი ზაფხულში რატომღაც ყველა თავს იკავებს და ამ დროს საერთოდ არ არის ეგ პრობლემა და ძირითადად თამუნასთან გვექნებოდა ეგ შეკითხვა აი რა სამუშაოები უნდა გავაკეთოთ ჩვენ ზაფხულში უკვე გაშენებული ბაღისთვის და მე უკვე ვისაუბროთ გასაშენებელ ბაღებზე აი რა რეკომენდაციას გავუწევდი ჩვენ მსმენელებს მოკლედ მე ბაღებმა ყველამ კარგად ვიცით რომ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ გაზაფხულის სეზონი არ იყო მარტივი რადგან ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ხან ქარი იყო, ხან წვიმა იყო და ძალიან ხელს უშლიდა მცენარეებს. ასე თუ ისე ეს პერიოდი გადავლახეთ და ეხლაც ძალიან მნიშვნელოვანი დრო გვიდგას ზაფხულია. მით უმეტეს რომ ხან ცხელა, ხან წვიმს, ხან ქარია, ვეღარ გაუგია ამიც. ამ დროს მცენარეები ძალიან ისტრესებიან. ანუ არ უნდა ვიყოთ ისე გაჩერებულები, რომ აი გადავლახეთ გაზაფხული და ზაფხული შეგვიძლია რომ დავისვენოთ. ნამდვილად არა. პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება მორწყვას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დროულად მოერწყას მცენარე. ოღონდ ბაღის გაშენების დროს ყველა მომხმარებელმა, ყველა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მცენარის შეძენის დროს ვისწავლოთ, გავიგოთ, გავარკვიოთ მცენარის წყლის მიმართ ხასიათები და შევისწავლოთ და ამის შემდგომ ისე მოურწყათ ზაფხულშიც. მაგალითად ახლა ყოველდღიურად ვერ ურჩევ მოქალაქეს რომ მთელი ყოველდღე ერთ მცენარეს დაუსხა წყალი რადგან ნიადაგი იცვლება ზოგან არის მშრალი ნიადაგი ზოგან არის ნესტიანი ნიადაგი და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველ რიგში მორწყვა ერთი სიტყვით მოდუნების საშუალება არა გვაქვს ზაფხულში პირიქით უფრო მარტო გათიბვა არ არის ხო ზაფხულში ბაღის მოვლა უნდა მოურწყათ თავის დროზე და შემდგომ უკვე უნდა მივაქციოთ ყურადღება მცენარეების დაავადებებს, იმიტომ რომ ზაფხულში ძალიან იჩენს ეს პრობლემა თავს, რადგან ბაქტერიები, პარაზიტები ძალიან აქტიურდებიან. ამ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ მხოლოდ მცენარის ზედაპირ მდგომარეობას, უნდა გავაკონტროლოთ მისი შიდა მდგომარეობა, თუ რა ხდება შიგნით. უნდა გადავშალოთ მცენარე. ძირითადად ეს ეხება წიწვოვანებს. უნდა გადაიშალოს კარგად და შიგნითა გული, შიგნით რა ხდება აუცილებლად უნდა ვნახოთ, როცა ცხელა ეს მცენარეები იწყებს შიგნიდან დამწვრობას, აი იღებს მოყვის ყავისფერ იღებს და ის აუცილებლად უნდა მოვაშოროთ მცენარეს. აუცილებლად უნდა გადავშალოთ, გამოვასუფთავოთ ეს მცენარე და სასურველი იქნება რომ შიგნიდანაც გავრეცხოთ. შლანგით თუ არის. ანუ აზიანდება. ანუ დაბანო ასე ვთქვა. ეს განსაკუთრებით წიწვოვანებისთვის ძალიან კარგია და აუცილებელიც არის. კი ბატონო, აი რაც შეეხება მორწყვას, დღის რა პერიოდში უნდა მოერწყას? აუცილებლად უნდა მოერწყას დილით ადრე. ან საღამოს. ანუ მზის წინ გულზე არ არის. თამუნ დავშო და ეხლა ხელ წვიმა იყოს ხო სიტყვაზე. აი დღეს ისევ დილას მოვწყათ თუ დაველოდოთ ამ. წვიმას გააჩნია. ოდნავ რომ მოწინწკლავს გონია რომ ეს წვიმა ყოფნის. საერთოდ არ ყოფნის ეს პირიქით. უჩნდება უფრო მეტად წყლის სურვილი ამ დროს მცენარის და აუცილებლად უნდა მოირწყას. ანუ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ წვიმის თუ რა თქმა უნდა ჟურნა წვიმა მოვიდა და ძალიან ისეთი წვიმა მოვიდა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიკავებთ თავს. კიდე რა მაინტერესებს იცით, აი ხლა მაისში გადაიყვავილა უკვე ყველა მცენარეებმა. ეს აი ხლა ზაფხულში რა ვშვებით? ამ გადაყვავილებულ მცენარეებსაც უნდა მივაქციოთ, ხო? აუცილებლად ეს გადაყვავილებულ ყვავილებს უნდა მოვაჭრათ ის რაც გადაიყვავილა. ეს მისთვის კარგია, უფრო მალე განაახლებს თავის მდგომარეობას და რომელიც მრავალჯერ ყვავილობს, სწრაფადვე დაიწყებენ ისევ ყვავილობას და ეს დროს უფრო
მოუსწრაფებს რომ იყვავილოს კარგად და რა თქმა უნდა სცენარიც უფრო ჯანსაღად გამოიყურება ამ მკვდარ უჯრედებს ვაცლით და მისთვის უკეთესია მის მდგომარეობისთვის. ხო, კიდევ არის აი ესეთი მითები, რომ აი ზაფხულში არ უნდა მცენარეს შეწამლა და ესეთი რაღაცები მარტო აი გაზაფხულზე გონიათ რომ აი ახლა შევწამლავ და მე შემოდგომამდე თავისუფალი ვარ და ხო აი ზაფხულში რა ხდება? ზაფხულის პერიოდი ვასვენებთ მხოლოდ სასუქით. აუცილებელი არის რომ შევწამლოთ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით. რა თქმა უნდა თუ სოკო გამოჩნდა გამოვლინდა სოკო აუცილებელია შესაბამის. კი პერიოდულად უჭირდება მით უმეტეს წვიმების მერე თავს იჩენს ბუგრები, პარაზიტები და ასე შემდეგ. აუცილებელია რომ ამას ყურადღება მივაქციოთ. აი ხა შენი გამოცდილებიდან ძირითადად ივლისი გვაქვს ჩვენ ცხელი თვე და აგვისტო. ამ დროს რა მცენარეები არის ძირითადად? აი ჩვენს ბაღში წიწოვანების გარდა მოყვავილეები რა გვხდება? მოყვავილეები ხამ ეტაპზე ყვავილობენ ოლეანდრები. მოკლედ ამოხეთქა ფერთა ის არის და ასევე ლავანდები ვარდები რა თქმა უნდა აგრძელებენ. და ცოტა საინტერესო ეს რაც შეეხება მოყვავილე მცენარეებს. აი დარგვა მაინც არის მცენარეების ჩამონათვალი, რომელთა დარგვა არის მიზანშეწონილი თუნდაც ზაფხულში. მოდიან მომხმარებლები, რომლებიც მეკითხებიან, ათვალიერებენ მცენარეებს და არჩევენ და მე შემდგომ იძახიან, რომ აი ზაფხულმა გადაიაროს და შემდეგ დავიწყებთ ჩარგვას. ანუ ეს არის მითი გაზაფხული შემოდგომა, ეს არის მითი. ნებისმიერ დროს შეგვიძლია მცენარის ჩარგვა შეგვიძლია ნებისმიერ დროს. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარი არ უნდა იყოს მიწიდან ამოღებული. კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში მიწიდან ამოღება და მცენარის გადარგვა. ანუ გადარგვა არ შეიძლება. და ქოთანში გამოყვანილი მცენარე და თუ ფესვთა სისტემა აქვს შეკრული და კარგად არის ფესვი, არავით არის პრობლემა არ არის. წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაამწვანონ თავიანთი ეზოები. აი შენი გამოცდილებიდან ჩვენი მომხმარებლის ძირითადი მოთხოვნა რომელ მცენარეზეა? აი რა სიტყვებს დამკვეთი ყველაზე მეტად? აი ხა ეს დაახლოებით 1.5 წელიწადია შერეულია ყველაფერი, ანუ წიწვანებსაც ითხოვენ, ანუ ვერ ხვდებიან რა უნდათ. ანუ ყველაფერი ერთდროულად უნდათ და ანუ წიწვანები, მარადმწვანეები, მაგრამ მარადმწვანებსაც ვერ ჯერდებიან, იმიტომ რომ მარადმწვანებს არ აქვს მაინც ისეთი ყვავილობა, რომ კი არის მარადმწვანე ლამაზია ზამთარში, მაგრამ ყველას არ აქვს ისეთი ყვავილობა, როგორც არის მაგალითად ფოთოლმცვენები. ანუ სიფერადეები ნელ-ნელა ამ დროს რა თქმა უნდა თუ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას გვინდა ყველაფერი, მაგრამ თან არ ვიცით რა გვინდა და რა არ გვინდა, ლანდშაფტის დიზაინერი მებაღე არსებობს ამისთვის ზუსტად სპეციალისტების რჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე როგორც ვიცი უკვე ხშირად მოგმართავენ იქიდან გამომდინარე რომ გაცილებით იულია ამ შემთხვევაში შერჩევა და თან ფიქრობ ბიუჯეტურიც, იმიტომ რომ ხშირად არის რომ არამიზნობრივ ხარჯს რასაც ეძახიან, ხო კი ბატონო მინდა, მაგრამ შეიძლება ეკოლოგიურად ან თუნდაც უფრო სწორედ აი ან მზიანი მხარე უნდადეს ან ჭრტილიანი მხარე იმ სცენარს ვერ გავითვალისწინო ხო და ბევრი შეცდომა დავუშვა. კი. როგორც მომხმარებელმა და იქნება არამიზნობრივი ხარჯი. ზუსტად გეთანხმებით, კი არის ესეთი რაღაცები. აი თუნდაც მშენებლობა არ აქვს ჯერ დასრულებული და ამ დროს უკვე მიადგებიან მცენარეები მოაქვთ სახში და უკვე შეიწირება ეგ მცენარეებიც და ყოველთვის აი თამნასათან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ქოთანში მცენარის მოვლა არის ბევრად რთული ვიდრე მიწაში. კი, მიწაში მაინც იმუნიტეტი უძლიერდება მცენარის და ამ შემთხვევაში ცდილობს რომ თავი გადაირჩინოს და იმ როდესაც მიაქვთ ქოთნებით დაულაგიათ. ესე რა თქმა უნდა ამას დიდი ცოდნა უნდა რომ მიხედონ. რომ არ დაიღუპოს მცენარე. და ერთი ის იქნება კიდე აი რომ დაიწყებენ ბაღზე ფიქრს იმას რომ აი გავიშენო ბაღი და გავილამაზო ეზო, ჯერ უნდა გაითვალისწინონ ის და გააცნობიერონ რომ არ ყიდულობენ ნივთს. რა თქმა უნდა. ყიდულობენ და შემდგომ მცენარე ცოცხალია. კი, ანუ უყურებენ როგორც ნივთს და უნდა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ რომ უნდა გამონახონ დრო უკვე რაღაცა დრო მათთვის და მეტი ყურადღება სჭირდება ვიდრე მათ გონიათ.
კი თვეში ერთხელ წყალი არ ყოფნის ყველას ვეუბნები რომ თვეში ერთხელ ზაფხულში მცენარის წყალი როგორ უნდა დაუსხათ სულ იმას ვეუბნები რომ ჩვენ დღეში ერთხელ წყალი რო არ დავლიათ ხო არ შეგვიძლია ისე არიან ისინი ძიმათაც წყალი უნდათ იმათაც კვება უნდათ რა თქმა უნდა ცოცხალი არსებები არიან როგორც ნიფცარი უნდა შევხედოთ როგორც და კიდევ რა აი ესეთი არის აი პრაქტიკაში 12 თვე რო ყვავილობს ისეთი მცენარე პრაქტიკაში ასეთი რაღაცა არ არსებობს არის არ არსებობს ეს ყვავილე ხო ამას ითხოვენ ძირითადად ითხოვენ აი 12 თვე რა არსებობს ესეთი ეს იმიტომ გჭირდებათ ეს სპეციალისტთან კონსულტაცია რომ ამ სპეციალისტი დაგიგეგმავს აი ადრიანი გაზაფხულიდან გვიანობამდე რაღაცა ეს მონაცვლეობით იყვავილოს და მოყვავილი არა მაგრამ მარად შეიძლება ხო დავუშვათ მარად მწვანე რა თქმა უნდა შევათავსოთ კომბინაციაში რო იყოს კომბინაციაში რაღაც სეზონზე რომელიღაცა იყვავილოს და გაუხალისოს ასე ვთქვათ ეხლა აი ესეთ რაღაცა შეგეკითხები შენი თქვენი ფავორიტი მცენარე რომელია აი მე ეს ფავორიტი მცენარე ვერ გეტყვით ყველა მცენარე მიყვარს ყველას თავისი ის აქვს დახასიათება, ხასიათები, სხვანაირი ემოციები მოდის ყველა მცენარისგან და ამ ყველაფერს ძალიან გრძნობ მე და ყველა მცენარე არის ჩემთვის არ ვიცი. ნინო, თქვენი ფავორიტი მცენარე რომელია? აბა, იცი ელისო, ზოგადად მინდვრის ყვავილები მიყვარს ძალიან. და ვარდი. ოღონდ თეთრი ვარდი. თეთრი ვარდი. მიხედავთ იმისა, რომ წითელი ვარდი ძალიან ლამაზია, თეთრი ვარდი. თეთრი ვარდი. საკურა. აი ვერ გეტყვი, რომ დაუშვათ აი გამორჩეულად, ანუ საკურა მომწონს, მინდვრის ყვავილები მომწონს, თეთრი ვარდი, გააჩნია სეზონს, აი ეხა ზაფხულის სეზონზე მინდვრის ყვავილები ძალიან გაზაფხულზე საკურა მომწონს. ვარდი. ხო აი ხო, ვერ გეტყვი. იაც მიყვარს ბევრი ვისაუბრეთ და ულამაზესებია. კი. ხო, ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი ახლა იასამანიც ძალიან კარგია, ჰორტენზია ავიცი რა გითხრა ესე სეზონურად გააჩნია და იცი რა ხასიათზე ვარ ესეც ხო რა ხასიათზე ხარ ხო ესე გამორჩეულად ერთს ვერ დავასახელებ თავნა ეხლა ჩვენთან ძალიან მოთხოვნაშია და მოდაში შემოვიდა ეს ჰორტენზიები აი შენ რას ურჩევ ჩვენს დამკვეთს ამ ჰორტენზიებთან ესენი ჭინჭყი მცენარია როგორც ნინოს უყარს ხოლმე ამ სიტყვის ჭინჭყი ხო როგორც ვარდი თუ უფრო მარტივია ეს ძალიან ლამაზი კია ძალიან ლამაზი და აი ჩვენს რეგიონში როგორ არის აი თბილისი და თბილისის შემოგარენში თბილისში ცოტა უჭირს და რატომ მჟავე ნიადაგი უყარს ძალიან და უნდა ხელი შეუწყოთ რომ გქონდეს მჟავიანობა მეტი სხვა პრობლემა არ აქვს უბრალოდ უნდა შევწამლოთ და ეგ არის პარაზიტების საძინებლად. ეხლა უკვე ისეთი ჯიშებიც არის ყინვა გამძლეებით, ხო? და აუცილებლად ეს ცოტა ჭრდილში უნდა იყოს. ნახევრად. ისიც რა და ვართ ესეთი ზარმაც დიასახლისებს ეძახიან, მათ მეც ვარ მათ შორის. ანუ ყვავილებთან მიმართებაში ვგულისხმობ, თუმცა ზარმაცი არ არის, ეს არის მოუცვლელობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ყვავილი არის ცოცხალი მცენარე ორგანიზმი და მას ჭირდება დრო, მას ჭირდება მოვლა, ანუ მოვლის რუტინა და ამის დრო რადგან არ რჩება, მე მაგალითად ყოველთვის ვარჩევ, ხა ქოსნის ყვავილები მაქვს და გარე სივრცეში ისე რომ ეს არის მარად მწვანე და ადვილი მოსავლელია. აი არის რაღაც გარკვეული მცენარეების ჩამონათვალი ჩვენნაირი ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან გვიდა ყვავილები, მაგრამ დიდი დრო არ გვაქვს, დროს ვერ გამოვყოფთ იმისთვის, რომ აი ეს მთელი რუტინა, ეს ხო თავისი შეწამვლით, თავისი მოვლით, თავის მერე რომ მიდიხარ დაუშვათ დასასვენებლად იქ სარწყავი არხების მოწყობა თუ რა მინი სისტემის სისტემის უფრო სწორედ ხო, აი რომელი მცენარეებია, რომლის მოვლა შეიძლება უფრო ეს მცენარეებით მცენარე არ არსებობს, რომ უბრალოდ ჩავდგოთ და არანაირი ყურადღება არ არა, მორწყვაზე არ ვამბობ. აი ესე დიდი რუტინა რო არის. კი, ანუ ფიტოსპორუმი, მაგალითად მე გაწყვეტინებ თუ კაცრავად ჩაგიჭრებით საუბარში. ორი ქოთანი ფიტოსპორუმი. ქოთნის მცენარეებზე აქვს უფრო მეტი ყურადღება. ქოთანში, გარე სივრცეში მაქვს ფიტოსპორუმები. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ვრწყავ. უკვე მესამე სეზონია, არაფერი ზომა არ მიმიღია. კი. ოღონდ ვრწყავ ისეც როგორც საჭიროა, ანუ წესი რიგი გაცული. ხო, ისე რომ ფესვიც არ გადავალპო, იმიტომ რომ მქონდა ადრე სხვა ყვავილები და ისე მოვწყი ისეთი ინტენსივობით, რომ დალპა ეს ყვავილები. ახო და შვენივრად გრძნობენ თავს.
გამიმართლა? ფიტოსპორუმი ზოგადად არის ძალიან გამძლე მცენარე. უყვარს უფრო მეტად ჩრდილი ან ნახევრად მზიანი ადგილი და ნახევრად მზიანია, მზის გულზე არ არის. პირდაპირ მზის გული არ უყვარს. არაფერი არ მოსდის მზის გულზე, უბრალოდ ფერი ეცვლება, მოყვითალო ფერს იღებს. ჩემი მწვანეა. ხო, იმიტომ რომ ნახევრად მზიან ადგილას არის თქვენი და მაგიტო. აუცილებლად დასჭირდება თქვენს ფიტოსპორუმს კვება, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ის უძლებს, რაც ეტყობა ნიადაგი ქონდა ისეთი კარგი, რომ იტანს გადარგვაში ჩემ მეგობარი მომეხმარა, სპეციალისტი მოგეხმარა და იმიტომ ეტყობა გიქოთანშიც არის. კარგ ქოთანში. ხო და ეს ყოფს აუცილებლად უნდა. ანუ ესე იგი ეხა საკვები უნდა მივაწოდო. შემოდგომიდან გაზაფხულიდან საკვები. ესე იგი მაინც დავაკელე. ხო, ანუ ის თქვენ კარგი გახდება, უფრო სხვა ფერს მიიღებს, უფრო იქნება კი ეტყობა თქვენ მაშინ ისეთი კარგი ნიადაგი გქონდეთ ის ნიადაგი ასე თუ ისე მაინც დრო რო გადის ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და უკვე 3 წელია და ეხლა უკვე შემოდგომისთვის უნდა დაიგეგმო მომეჩვენა რომ მიწა და აქტა შეიძლება არ ვიყავი უბრალოდ ასეთყვა რო იყო გარეთ და მიწა ჩავამატე კარგი მიწა ხო კი ანუ მიწას ზოგადად დროთა განმავლობაში იკლებს ამ 2 წლის დროს თავიდან გადარგული როდესაც არის. რაც არ უნდა გამძლე მცენარე იყოს, ყვება მაშინ. მით უმეტეს როცა ქუთანში არის აუცილებელია. წელიწადში 2-ჯერ არის სასურველი, მაგრამ თუ არა ერთხელ მაინც აუცილებელია, კი. გასაგებია, მადლობა. ხო, აი ეს ფიტოსპორუმი აივნებისთვის ძალიან კარგია, კვიდოები, ლიგუსტრუმებიც აი ამ ტიპებს მიეკუთვნება, რომელიც ესეთი არაპრეტენზიული მცენარეა და საჩემოა კვიდო. ხო, ძალიან ლამა ეხლა ყვავილობს, აი თუ გარეთ აი თაფლისუნი რვა თეთრად რო ყვავილობს, ეს ზუსტად ეგ კვიდოებია და ძალიან ლამაზია ეგ მცენარეები და ნუ არის ხო თამო ეს შესაძლებელი აბელი არის ძალიან უპრეტენზიო მცენარე რა მოყვავილი არის ეს თეთრი ისე პეპლებივით და ესეც შეგიძლია ნინო ქოთანში რო გამოიგო ჰორტენზიაც მაქვს ჰორტენზიაც მაქვს ჰორტენზია ქოთანში მშვენი რა პატარაა ჯერ ხო ჯერ ფერი არიცი თუ რო იგი არა პატარაა და ამასაც უნდა ხო ყვება კი მჟავენია და გასჭირდება აუცილებლად უნდა შეაშველოთ ტორფი სექტემბერში ტორფი ეხლა შეგიძლიათ შემოაყაროთ ანუ ნახეთ როგორ არის ახლა მჟავენია და რატო უსვამს ხას თუ ვარდისფერი იყიდეთ და მოგეწონათ ხო ეს ვარდისფერი რო კონდეს აი ეს უნდა მჟავიანობა ანუ მჟავიანობაზეა დამოკიდებული ხო მეთანხმები ხო მისი ფერი არის დამოკიდებული ამ მჟავიანობაზე ხო თუ არა და გათეთრდება და აღარ ინერვიული თეთრი წლამაზი თეთრი ზარმაცებისთვის უკვე ანუ ხო ზარმაცი დიასახლისისთვის თავ რა მაინტერესებს იცით ახლა მსოფლიო ტენდენციებზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ეს რაც ახლა უფრო ნაკლებ მოსავლელ მცენარეებზეა ხოლმე დიდი აქცენტი აი ჩვენთან მარცვლოვანი მცენარეებზე რამდენად მოთხოვნადია კი, მარის მოთხოვნა საკმაოდ. და გვაქვს ჩვენ იმის ბაზარი, რომ აი საკმარისე მეტად არის ბაზარზე უკვე ესეთი არჩევანია. ჩვენ თვითონაც აღარ ვიცით, ანუ შემომტანი ვარ პირადად მე და აი ზუსტად რომ მივდივარ უკვე აღარ ვიცი რაღა შემოვიტანო, ანუ იმდენად მრავალფეროვანია ყველაფერი, რომ აი სულ სიახლის ძებნაში ვარ, რომ რაღაცა ახალი შემოვიტანო. შევისწავლო მცენარე, კი და იმის მიხედვით რა თქმა უნდა ვიცოდე რომ ნამდვილად ჩვენს კლიმატებს შეეგუება და ასე. კი ბატონო. მოკლედ ნინო ჩვენ რაც წინა წლებში სულ რომ საუბრობდით ტუია ღვია უკვე გადავიდა ეგ ამბავი უკვე გადავიდა. ანუ გადავიდა რას ნიშნავს? ანუ აღარ არის ინტერესი. არა ინტერესი არის მაგრამ მომხმარებელმა უკვე სხვა მცენარეები შეიცნო იცის და შეისწავლა. აი იყო პერიოდი რომ ყველას უნდა და ღვია. ზეცისხილი აი სუსიახლე სიტყვა კი. და კარგია ეს განვითარება არის და იმიტომაც დაიწყო კიდევაც ჩვენს ეზოებს ეს მრავალფეროვნებები. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც მოდიან სანერგეში და მაგალითად უნდათ რომ რაღაცა შეიძინონ მცენარე და ამ დროს გეონებიან რომ აი იცი როგორი მცენარე მინდა აი უბრალოდ მოვალეობის სახითო წავიღო კორპუსთან სადღაც მივიტანო და გინდა გახმეს გინდა ნუ გახმებაო. ოდი იაფი იყოსო.
აი ამ დროს ძალიან ბრასტები. არა, არ მესმის ლოგიკა, იმიტომ რომ ესეთი ჯერა თუ გახმა, რა თქინდა, ხო? არა, საჩვენებლად მივიტანო, რომ მე მივიტანე და ჩემი მოვალეობა შევასრულე. ახლა იცით როგორ არის ეს ადამიანების სხვადასხვა კატეგორია. ხო, თამნას უბრალოდ გული წყდება მცენარის მიმართ ასეთი ზერელი დამოკიდებულება და მართლა ჩვენ ცოცხალია, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენც ახლა ზაფხულში არ ვისვენებთ და ჩვენს ბაღებს უვლით, მაგრამ ნახე ახლა არის ინტენსიური შობულების პერიოდები, ხო, თამო. ამ დროს რას ურჩევა, აბა დამკვეთს, მაინც ვიღაცა მიამაგროს, ვიღაცას დაავალოს. რა თქმა უნდა, როდესაც დასასვენებლად მიდიან, უმრავლეს შემთხვევაში ტოვებენ ისე. არავის არ ტოვებენ, წყლის გარეშე ტოვებენ, არა მაქვს იქ ლაპარაკი მოვლაზე და გასუფთავებაზე. აუცილებლად უნდა გამოვასუფთავონ დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეხედონ შიგით მდგომარეობა რა ხდება. ან თავიდანვე რო იწყებს შეფერილობას ეს მცენარე და უყვითლდება წიწვები, ფოთლები, ხო უნდა შეხედო რატო უყვითლდება, ხო უნდა გამოიკულიო მიზეზი. სანამ გახმება, მანამდე რეაქცია არ აქვს და ასე მე გამხმარს ამ თქონდები. ისე ძალიან რაღაც არასასიამოვნოა, როდესაც შენი მცენარე არის იქ აქ გიფუშტება გამხმარი ესეთი უფერული ყვავილები კი არა და ფოთლები და ბუნებრივია, ეხა იმას უნდა მოშორება და ძალიან ადვილია, არანაირი პრობლემა არ არის. ხა მე მაგალითად ამ შემთხვევაში ამას ვაკეთებ აუცილებლად. ჯერ მეცოდება, იცით რაღაცა ისე გამოიყურება. აი იმდენად ვერ სუნთქავს, რომ ამას გრძნობ ხოლმე რომ უყურებ მცენარეს. აი გაასუფთავ, გარეცხო შიგნიდან კარგად და ზემოდანაც ზოგადად კიდევ იმას ვურჩევ, რომ წიწვოვანებს, ოდესაც მორწყავენ, აუცილებლად ზემოდან უნდა შეასყრონ წყალი. ძალიან უყვართ, აი წიწვებიდან იღებენ წყალს და სულ სხვა ფერი აქვს და სხვანაირად ხასხასებენ. ანუ ესე იგი, იცით რა მინდა გითხოთ, ეს მითია, რომ მორწყვა რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც აი ფოთლებს დაუშვათ, კიდე კი არ დანამა, მოდი დანამა დაუძახოთ, რომ ფოთლებს არ უყვართ, ანუ ზიანდება ფოთლები, როცა წყალს ვასხურებთ. არის ხა რაღაც კატეგორიები იტანენ მაგ ყველაფერს. ანუ სიტყვაზე დაიმტვერა, ისეთ ადგილას არის, რომ იმტვერება ხშირად. ამას აუცილებლად უნდა, კი. უბრალოდ არ უნდა დავამტხვიოთ, აი კატეგორიულად არ უნდა იყოს მზე. საერთოდ არ უნდა იყოს. მზე რო ჩავა, აი მაგ დროს. დილით არა, აი საღამოთი უფრო. მზე რო ვიცით, რომ მთელი ღამე აღარ იქნება, აი მაგ შემთხვევაში ღამე უნდა გავრეცხოთ ეს მცენარე კარგად დავბანოთ. კი ბატონო. არ არის, ანუ შესაძლებელია უბრალოდ დრო უნდა ვიცოდეთ ზუსტი და წიწვოვანებისთვის აუცილებელია ყველას ვურჩევ, რომ მორწყვის დროს ზემოდანაც და ეს მცენარის დაბანო ყოველ საღამოს არის მიზანშეწონილი თუ კვირაში? არა, კვირაში ერთხელ არის. კვირაში ორჯერ გააჩნია ეხა მის მდგომარეობას, ფოთოლზევე ეტყობა. კი ბატონო. კი, ფოთოლი როგორ გამოიყურება იმის მიხედვით. აი წიწვოვანებს უხარიათ. აი ეს ჩვენი ფავორიტი მცენარე ვერცხლისფერი ნაძვი, რომელიც ესეთი ყველაზე მოთხოვნადია. აი ამასაც უყვარს დაბანვა ვერცხლისფერ ნაძვსაც, იმიტომ რომ ხო, ძირითადად ვცდილობთ, რომ ეს წყალი როცა ირწყვება, ამ წიწვებს არ მოხდეს, მაგრამ ეს პროფილაქტიკის მიზნით კარგი არის, ხო? არა, სულ ხშირად მიწევს მეც მორწყვა და პირიქით ძალიან კარგია. ძალიან კარგია, სასურველიც არის ჩემი აზრით. და თქვენ აი აღნიშნეთ, რომ იყო პერიოდი, როდესაც ღვიაზე იყო, ღვიაზე აქცენტი, ხო? ეხლა რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია პალიტრა მცენარეების ყვავილების და აი როგორც თქვენ თქვით, სულ ახალი ყვავილები და მცენარეები შემოდის ნერგებში. სანერგეებში უკაცრავად უფრო სწორედ და აი მაინც ხო იყო კიდე პერიოდი ვარდებზე ხო ყველას უნდა და ვარდების ბაღი აი უფრო მოთხოვნა სიჭრელეზეა ანუ ბუნებრიობისკენ არის აი როგორი დაუშვათ ყვავილები იზიდავს მოყვარებას რაღაც პერიოდი იყო რომ ფორმირებულებს აღარ ეკარებოდნენ და უნდათ ბუნებრივად რადგან ეს უფრო მარტივი არის ეგონათ რომ მარტივი არის ხა იმათაც უნდა თავისებური მოვლა ყველაფერს ბუნებრივად რო გაუშვებ იმასაც გონიათ რომ იმას არ უნდა მოვლა და პირიქით არის და ისევ შემოვიდა ეს ფორმირებულები აუცილებლად არის ნებისმიერ იმაში რომ swave მაინც რაცა ფორმირებულს რავი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და ჩემი გაყიდვებიდან გამომდინარე ესეა ანუ ფორმირებული შტამბოვანს გულისხმობთ ეს სპირალურად დაფორმირებული სპირალური პომპონები სართული ბურთები და ესე შემდეგ ბურთები ძალიან ბუჩქებზე არის მოთხოვნა კი, ბუჩქები, რა თქმა უნდა, ისედაც არის ბუჩქების გარეშე, რა ვიცი, არც ერთი ეზო არ მგონია არ წარმომიდგენია.
მარადმწვანე ბუჩქებია. და სხვა ჩვენს ალამაზებს ძალიან ალამაზებს და ძალიან ბევრი არჩევანიც აქვს. და ბუჩქს ხდება ყველა ყვავილი. კი, ძალიან ლამაზია. მე ძალიან მომწონს ხოლმე ბუჩქებში ჭრელფოთოლები ძალიან მომწონს. და დიდი არჩევანი აქვს. აი კვიდოს რო ვახსენებთ, ყველაზე მარტივი მცენარე როა. ეხლა ამ ბოლო პერიოდში ეს ჭრელფოთოლა კვიდოებიც არის შემოსული ულამაზესია, ნინო. მაგაზე უფრო ლამაზ რას ნახავ და მით უმეტეს თუ ეს ბურთის სახით გაქვს ფორმირებული შევიძინო კვიდო. ძალიან ლამაზია და სურნელი აქვს კიდევ საოცარი. არის ფშატები, ჭრელფოთოლებიც, აი მარტივ მცენარეებში არის ეს ფშატებიც და ნუ მზებზე ახლა საუბარი არა გვაქვს, ყველა ვიცნობთ ამ მზებს, მაგრამ მზები ცოტა ისეთია, ხო, მოსავლელი არის. არ უყვარს მზე და ხშირ შემთხვევაში გავენ ხოლმე მზეზე. და ეთერი უხუნდება. სხვანაირი მოვლა საჭიროა. არა, ყველა მე მგონი იცის უკვე რომ მზე არ უყვარს. მზეზე არიციან სხვათა შორის ძალიან ბევრმა არის რომ არ შეიძლება. ხო, ბზაც. ანუ ესე იგი სანამ ბაღს გავაშენებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ინფორმაცია უნდა მივიღოთ. თუ არ გვყავს დაუშვათ ლანდშაფტის დიზაინერი და მებაღე, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავეცნოთ, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. გაწეული ბატონო და შეიძლება რაღაცა ბიუჯეტურათაც გავაშენოთ ბაღი და გავილამაზოთ ინტერიერი. მე მქონია ესეთი შემთხვევა, აი ასე ზედაპირულად უყიდიათ მცენარები, ბევრი თან ერთი და ორი არა და მე რო გაფუჭებიათ ეგ მცენარები, აი მე ეს სიყვარული რაღაც მომენტალურად იმაშიც გადადის, უკვე აღარ უნდა და ხო, სიძულვილში გადადის ფაქტორია, იმედგაცრუებაში, ხო, მაგალითად პირველად მახსოვს ყვავილი ქოთნის რო შევიძინე და ეს ყვავილი მე დამეღუპა ძალიან ვინერვიულა. ხო, კი. და რაღაც გარკვეული პერიოდი ვაღარ ეკარა მირჩენია ხელოვნური ყვავილი, იმიტომ რომ მაინც მომიკვდება და მე გავიდა რაღაც. კი, მქონდა ესეთი განცდა. არის. მე რაღაც პერიოდის მერე ისე და მივიღე ინფორმაცია. ყველაფერი არის თამნა გამოცდილება მაინც. ამისთვის უნდა შეიძინოთ მცენარეების სწორ ადგილას, სადაც რეკომენდაციას აძლევენ. ნებისმიერ მცენარეზე არიან ვიცნობ კიდეც ასეთებს, რომ არ უნდათ რომ ასწავლონ მომხმარებლებს მოვლის. არა, რა თქმა უნდა. არ არის სასურველი ეს. პირიქით, როცა შეიძენენ, არიან ხომ იმედგაცრუებულები, იმე კი ვყიდულობ, მაგრამ შეიძლება გამიხმესო და ამ შემთხვევაში ვეუბნები, რომ არა, ესე აღარ ფიქრობთ. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ უნდა გავახაროთ აუცილებლად და თუ რაღაცა პრობლემა არის, ყოველთვის ვარ კავშირზე. მუდმივ კავშირზე ვარ მომხმარებლებთან. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ის პროფესიონალიზმი და სიყვარული შენი საქმის მიმართ. დიახ, რამეს ხომ არ დავამატებდით? მოვლის რუტინაში და გაშენებას. ხო, არ უნდა მოვდუნდეთ მაქსიმალურად ეს ივლისი და აგვისტო ძალიან ისეთი რთული პერიოდი არის მცენარეებისთვის განსაკუთრებულად, რომ შევინარჩუნოთ ეს ჩვენი გაშენებული ბაღი იქნება და დავიგეგმოთ უკვე შემოდგომისთვის და მოვამზადოთ ეს ჩვენი მცენარეები. მცენარეების შემოდგომამდე უკვე ისეთ პრობლემას შეიქმნიან და ისეთ პრობლემები დაემართებათ, რომ ისევ იმათზე მოუწევთ ხელახლა ზრუნვა და შეცვლა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, ჩვენს მშვენელს და მაყურებელს ვეტყვი. ჩვენ ვისაუბრეთ ზაფხულის ბაღზე, მოვლაზე. სტუმარი იყო თამუნა ორჩალიევა, ლანდშაფტის დიზაინერი, მებაღი, თანაწამყვანი ელისო ხარჩილავა. მადლობა დროებით.